ბრიტანეთის სანქციების ამოქმედების შემდეგ საფრთხის ქვეშ ივანიშვილის 15-მდე ოფშორული და 95 ქართული კომპანია აღმოჩნდება. მათ შორისაა ქართულ ბანკი, გალერეა თბილისი, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, პარაგრაფის შეკვეთილი და თბილისი, თანა ინვესტირების ფონდი. ყველა კომპანია და სასტუმრო, რომელიც ივანიშვილის ან მისი გარემოცვის მფლობელობაშია. ოლიგარქის ოფშორული კომპანიების დიდი ნაწილი ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული, რომლებიც ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშაა. უმრავლესობა იმ მსხვილი ბიზნესიც, თუნდაც რაც საქართველოში აქვს ბიზნა ივანიშვილს და საქმიანობენ აქ, რეგისტრირებული არიან სწორედ ამ კუნძულებზე, ვირჯინიის კუნძულებზე და კაიმანის კუნძულებზე, მაგალითად, მათ შორის არის თანა ინვესტირების ფონდი, რომელიც საკმაოდ მსხვილ ბიზნესებს ფლობს საქართველოში. ბრიტანეთის სანქციების შემდეგ საფრთხე ექმნება როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში მოქმედ კომპანიებსაც. საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ოფშორული კომპანიის გავლით დღესაც აქვს მოქმედი კომპანია რუსეთში. Aquaspace-ის სახელწოდებით ეს კომპანია საქართველოშიც ფლობს ბიზნეს ანალოგიური საქმიანობისთვის. Aquacentris დირექტორი კი ივანიშვილის დიშვილი კახა კობიაშვილია. ბიზნა ივანიშვილის დღემდე აქვს გარკვეული აქტივები რუსეთში და ამ აქტივების მართველი კომპანიები ვირჯინიის კუნძულებზე არის რეგისტრირებული. ასევე ფოთის პორტან, ფოთის ინდუსტრიულ ზონაში აქვს საერთო ბიზნესი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ინაწილებენ და ეს ბიზნესიც რეგისტრირებული არის ვირჯინიის კუნძულებზე. ბრიტანული სანქციების შემდეგ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან ის ოფშორული კომპანიები, რომლებიც ფონდ ქართულს აფინანსებენ. მათ შორის არის ისეთი კომპანიებიც, რომლითაც ივანიშვილი ჩხარტიშვილთან ერთად ფოთის პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას მართავს. კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის მაღალი რეპუტაციის მქონე იურისდიქციის სანქცირება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს საბოლოოდ შელახავს. მათი სანქცირების შემთხვევაში ივანიშვილს მნიშვნელოვნად შეეზღუდება იმ ქონებაზე და ფინანსებზე წვდომა და მათი განკარგვა, რაც ამ იურისდიქციაში აქვს განთავსებული და რა კომპანიებია ეს, რამდენიმე შეგვიძლია გამოვყოთ, ეს არის ოფშორული კომპანიები, რომლებიც მაგალითად აფინანსებენ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართულს, რომლის ანგარიშები გასაიდუმლოებულია და სადაც მაღალი ალბათობა ივანიშვილის სხვადასხვა ფინანსური და ქონებრივი მაქინაციებით იყოს დაკავებული. დიდი ბრიტანეთის მიერ დაანონსებული სანქციები ოლიგარქისთვის თავის ტკივილად უკვე იქცა, რადგან ფაქტია, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე არსებული ოფშორული კომპანიები ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტიური ფინანსური რესურსია. ეს არის კეთროვანთა სია, ეს არ არის მარტივი ამბავი, არა მარტო მათთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვის, მათი შვილები სწავლობენ დასავლეთში და რომც არ სწავლობენ რეპუტაციულად, ეს არის კატასტროფა, როდესაც პრაქტიკულად მაგნიტსკის ჯალათების სიაში ხვდები ან ფინანსური სანქციები გეკისრება რუსული ინტერესების გატარების გამო. გიორგი ფანიაშვილი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს დიდი ბრიტანეთის საელჩოში მუშაობის და კარგად იცის მათი საგარეო პოლიტიკის შესახებ, ამბობს, რომ მოსალოდნელი სანქციები არის სიგნალი ლონდონის ბიზნეს წრეებისთვის, რომ ივანიშვილი სავარაუდოდ მალე დასანქცირდება და რომ მასთან რაიმე სახის საქმიანი ურთიერთობა საზიანოა. თავისთავად უკვე ის, რომ ეს გაჟღერდა, რომ თავისთავად ეს საკითხი დაიძრა, ეს უკვე საზიანოა მისი ფინანსური და ბიზნეს რეპუტაციისთვის. ეს ნიშნავს იმას და აგზავნილს ლონდონის ბიზნეს წრეებში, იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ შეიძლება დასანქცირდეს, ამიტომ მასთან რაიმე სახის საქმის დაჭერა არის სახიფათო და არ არის სასურველი. ივანიშვილს შეეზღუდება წვდომა ყველაფერზე, რაზეც მისი ძალაუფლება დგას. საერთაშორისო ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ოლიგარქთან დაკავშირებით პოლიტიკური და ფინანსური გადაწყვეტილება პარტნიორებს უკვე მიღებული აქვთ. ივანიშვილის სანქცირებით კი მის კომპანიებს ყველანაირი ლეგალური ტრანზაქცია შეეზღუდებათ. ივანიშვილთან მიმართებით მათ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ იმის თაობაზეც, რომ ივანიშვილი ფინანსურად უნდა დასაჯონ და მას არამხოლოდ შეუზღუდონ შესაძლებლობა, არამედ პრაქტიკულად ჩაუკეტონ ყველა ის გზა, რაზეც დგას მისი ძალაუფლება. ბრიტანეთი დაასანქცირებს ივანიშვილს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე მოხდება. ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება არამხოლოდ ივანიშვილზე, არამედ მის, ასე ვთქვათ, ბიზნეს გარემოზე მთლიანად.
ბრიტანეთის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებსა და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს. გარდა იმისა, რომ ივანიშვილი დაკარგავს მილიონობით ლარს და 100-მდე კომპანიის მუშაობა გაიყინება, შედეგები მძიმე იქნება ქვეყნისთვისაც, რადგან საქართველო აღარც უცხოელი ინვესტორებისთვის იქნება სანდო ქვეყანა. ბიზნეს ივანიშვილის დასაქცევა კიდევ უფრო მეტად სცენს მნიშვნელობას როგორც ამ ბრძოლას დემოკრატიისათვის საქართველოში, ისე ჩვენი გამარჯვების მნიშვნელობას და ისე რა თქმა უნდა იმასაც უსწრებს ხას თუ რაც უდე ადამიანია ზოგადად ბიზნეს ივანიშვილი და რაც უდე რეჟიმი აქვს და რატომ იმსახურებს რომ დაკარგოს ძალაუფლება. დიდი ბრიტანეთის მიერ ივანიშვილის სანქცირება იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა მისი და მისი ოჯახის და რეჟიმის ფინანსურ ინტერესებზე და სწორედ ამიტომ ნახეთ ჩვენ ასეთი მწვავე რეაქცია ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს მხრიდან. მათ ჰქონდათ რაღაც ილუზია, რომ მათი პატრონის სიმდიდრე იყო რაღაცა დაცვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წლეხის განხორციელების თვალსაზრისით და ეხლა აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში პირიქით ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებზე არაერთი საერთაშორისო გამოძიება არსებობს. ოლიგარქის სკანდალში პირველად პანამა პეიპერსის ჟურნალისტური გამოძიებით გაეხვა, რომლითაც დასტურდება, რომ მან ვირჯინიის კუნძულებზე 12-მდე ოფშორული კომპანია დააარსა. ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კი დიდი ბრიტანეთი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისთვის ემზადება.